წინა ვიდეოში ვამბობდი, რომ ბიძინას მივმართავდი, რომ მანიაკი ხარ მეთქი. რწმუნდებით ხო, რომ ეს ასეა. მანიაკია ეს კაცი. წერას ყავს ატანილი და დაკარგული აქვს ყველანაირი ადამიანობის შეგრძნება, ადამიანურობის შეგრძნება. ყველა მოსმინეთ ალბათ დღეს ხო ბაჩიაშვილის დედას. აი კითხვა მინდა დაუსვა დღევანდელ ბიძინას მოსამსახურეებს, ვინც ემსახურებიან, დაწყებული კობახიძით დამთავრებული აი ბოლო ministris მოადგილემდე. ჩემი დიდი პატივისცემაა გიორგი ბაჩიაშვილს და მის ოჯახს და სოლიდარობა ჩემი, ძალიან მართლა გულწრფელი სოლიდარობა, მაგრამ 7 თუ 8 წლის წინ ხომ ვერ წარმოიდგენდა გიორგი ბაჩიაშვილი აი იმას, რაც დღეს მის თავს ხდება და მის ოჯახის თავს ხდება. ვერც ოჯახი წარმოიდგენდა და ვერც ბაჩიაშვილი. ვერ წარმოიდგენდა ჯუანშერ ბურჭულაძე რამდენიმე წლის წინ იმას, რაც დღეს მის თავს ხდება. ვერც მისი ოჯახი, ვერც მშობლები, ვერც მისი ნათესავები და ვერავინ. ვერ წარმოიდგენდა. მოდი ძალიან შორს ავიდეთ. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად და ყველა მიცით მიხეილ სააკაშვილის მომხრე ვარ. ალბათ 2011 წლამდე ვერასდროს წარმოიდგენდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც უდანაშაულოდ ზის, რომ ის ციხეში აღმოჩნდებოდა. ვერ წარმოიდგენდა ვერც ერთი ის, აი ეხლა რომ ციხეებში შეყარა ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნესმენები, იქ იმის ბიძაშვილი, ამის ბიძაშვილი, იმის დეიდაშვილი, ამის მამიდაშვილი. ვერ წარმოიდგენდა ვერასდროს უჩამამაცაშვილი ქვეყნიდან გაქცევა საქართველოდან და ასე შემდეგ ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. ასე რატო დავიწყე ეს საუბარი? ასევე ვერ წარმოიდგენ ბატონო კობახიძე. თუ წარმოდგენილი გაქვს და მაინც აი შენც იგივე გელოდება. იგივე გელოდება ჩემო ზოგიერთო ნაცნობო მინისტრო. კი. იგივე გელოდება მდინარაძე. ვინმე წარმოიდგენდა ლილუაშვილს, ვინმე შეეხებოდა, ვინმე ლილუაშვილზე რამეს იტყოდა. წარმოიდგენდით გომელაური რომ მინისტრი არ იქნებოდა. ვინმე წარმოიდგენდით კაცო, ის მაგარ ერთადგილებიანი კაცი ჰამოდიო რომ იძახდა, ახლა ჰამოსასვლელი როა და ვერ ჰამოდის. ოდესმე წარმოიდგენდით, აი ესე ვერ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელო მსახურნო. ამიტომ ამას რატო ვამბობ და მიხვდებით. ამიტომ აზრზე მოდით, მაგრამ ეს მართლა ასეა, ხო და ეხლა ჩემ მაგარ გუნდს, ჩვენ მაგარ რუსთაველის გამზირი არ გამიბრაზდება და ლიდერი და ორგანიზატორები ერთ გეგმას გავამხელ კიდე მათ გარეშე. ხო ითხოვთ გეგმაო. აი გეგმა. ერთი გეგმა უნდა გავამხილო. ყველას წარმოუდგენია რა მოხდება. ძალოვნებში, პოლიციაშიც, გედედეშიც და ყველგან. ამიტომ ის ხალხი ჩვენთან იქნება. აი ეს 4 თუ 5000 კაცი გეგმა რო დადეს, ის გეგმა ჩვენთვის დადეს. იქედან 90%
გადმოვა ხალხის მხარეს. აი რა არის გეგმა 4 ოქტომბრის, ამიტომ არავინ გამორჩეთ. 4 ოქტომბერს არავინ გამორჩეთ. ხაბეიშვილმა რომ მოგიწოდათ. გამორჩეთ ტელევიზორები და გამოდით რუსთაველზე. დიახ, მოდი ყველამ გამოვთოთ ტელევიზორები და გამოვიდეთ რუსთაველზე. იმიტომ რომ 4 ოქტომბერს იმისთან ახდება. მე ძალიან ინანებთ იქ რატომ არ ვიყავიო. და მე ტყუილების თქმა მოგიწევთ, შემდეგ რომ მეც იქ ვიყავიო. ბევრს მოგიწევთ. მე ეს გავლილი მაქვს, აღარ მოყვები ახლა. 9 აპრილს რომ მთელი საქართველო იქ იყო. არ ყოფილა 9 აპრილს მთელი საქართველო იქ. და ყოველი მომსვლელი აქ ვიყავი და აქ ვიყავი. ოღონდ რაღაცაებს რო ეკითხები, ვერ პასუხობენ. დიახ, მე ინანებთ. მე რომ არ მოგიწიოთ ტყუილის თქმა, რომ მე რუსთაველზე ვიყავიო, გამოდით ყველამ რუსთაველზე. 4 ოქტომბერს. რადგან ქართულ ოცნებაში უმრავლესობას წარმოდგენილი აქვს ხვალ რა დღე ელოდება. ამიტომ ყველაზე დიდი საშველი მაგათთვის არის 4 ოქტომბერი. მე ამიტომ მოუწოდებ ქართველ ხალხს 4 ოქტომბერი პარალელურად შერიგების დღე იყოს. გამოვიდეს ის ყველა და ეს რუსული ჭირი მოვიშოროთ. ესენი ხვალ და ზეგ. ახლო მომავალში. თუ არ ვამბობ, თუ ესენი ვერ დარჩებიან, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ, რომ ესენი დარჩნენ. აფხაზეთსაც ჩააბარებენ. სამხრეთო ცხინვალსაც ჩააბარებენ. სამაჩაბლოს. და დღეს იმ რა ქვია, იმის სპიკერი რო არის, ერთი კარგად ახსნა, ერთი რაც ახსნა, კარგად ახსნა. გია ხუხაშვილი. ამბობს, რომ ხო, ეგ სწორი თქვა, სააკაძის ძეგლი ტყუილა კი არ დადეს. მეორე რა ქვია 1793 წელი იყო, ხო? აღარ მახსოვს. როცა გააფორმა დადის სახელი რო დაგავიწყდებაო კაცო. ხო, რაც გააფორმა. ზოგჯერ არის რომ ავიწყდება ისეთი სახელი დამიფაროს ღმერთმა. შემდეგ კიდე აი ახალი უნდა გაფორმდეს კონტრაქტი თუ რა ერქვა კაცო გამახსენეთ ახლა რა მე ღმერთო დიდებულო. ხო, დამავიწყდა მაპატიეთ, ხდება. აი მაგას გააფორმებენ და ამიტომ გააკეთეს იმის ძეგლი. 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბერს კოცების ნახევარი, კოცებს აღარ ვიძახი მეთქი. ქართული ოცნების მომხრეების უმრავლესობისთვის იქნება შვება 4 ოქტომბერს რუსული ოცნების იმ 100 ბანდიტის ქვეყნიდან გასტუმრება. ამიტომ არ დააგვიანოთ, გეგმა ერთი გეგმა ეს იყო, რომ ვიცით, რომ უმრავლესობა თulis რომ 4 ოქტომბერია მათი საშველი. ამიტომ ჩვენთან იქნებიან. გთხოვთ, გამორთეთ ტელევიზორები, მოусმინოთ ციხიდან ხაბეს თხოვნას, მოწოდებას და ყველა რუსთაველზე დავასრულოთ რუსული ოცნება და ოცნება საერთოდ დავივიწყოთ. ოცნება არის ოცნება არ სრულდება. ამიტომ დაარქვეს ეს. აი ეს იყო გეგმა.